მოვიდა იოსებ არამათიიდან, ჩინებული მრჩეველი, რომელიც ასევე მოელოდა ღვთის სასუფეველს. და გაბედა შესვლა პილატესთან და გამოითხოვა გვამი იესოსი. ხოლო პილატეს გაუკვირდა, რომ უკვე მომკვდარიყო და მოუხმო ასისთავს და კითხა მას. დიდი ხანია რაც მოკვდა და როცა გაიგო ასისთავისგან, უბოძა გვამი იოსებს. დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა მენელსაცხებლე დედებს, ასევე იოსებ არიმათიელსა და ნიკოდიმოსს. რისთვის მიიღეს ამ პირებმა ასეთი პატივი და ღირსება საყვარელო ძმანო, რომ წმინდა ეკლესიამ აღდგომიდან მეორე კვირა დღეს დაადგინა მათი ხსენება. რა გააკეთეს მათ ამის საფასური? სახარება არ გადმოსცემს მათზე, რომ ისინი განუშორებლად იყვნენ მაცხოვართან, როგორც მოციქულები. არც იმის შესახებ ამბობს რამეს წმინდა წერილი, რომ მათ ექადაგათ სახარება ქრისტესი. არც ის ჩანს სადმე, რომ შემდგომად მაცხოვრის ამაღლებისა სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ საქადაგებლად ან მოწამეობრივი აღსასრული მიიღოთ. მას რისთვის მიანიჭა ეკლესიამ ასეთი ღირსება და პატივი? იმისთვის, რომ მათ დიდი ერთგულება, სიყვარული და სამსახური გამოიჩინეს იესო ქრისტესადმი. სწორედ იმ დროს, როდესაც ყველასგან იყო დატოვებული, იმ დროს, როდესაც ჯვარს აცვეს, ევნო და დამარხეს, მაშინ იყვნენ მაცხოვართან ეს ადამიანები. მათ მოინდომეს პატივისცემა და მსახურება მიცვალებულისა, შეურაცხყოფით დასჯილისა, განკითხულისა, ჯვარცმულისა, ავაზაკთა შორის შერაცხილისა. როგორც სახარება გადმოგცემს, იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი მაცხოვრის ფარული მოწაფეები იყვნენ. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტემ ქადაგება დაიწყო, მას მრავალი განცხადებული მოწაფე ჰყავდა. როცა მას მისდევდა ურიცხვიერი, მაშინ ისინი ცხადად არ ჩნდებოდნენ მასთან. როდესაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს და შეშინებულმა მოწაფეებმა დატოვეს იგი, მაშინ მხოლოდ მენელსაცხებლენი იდგნენ ბოლომდე გოლგოთაზე და უშიშრად გამოუცხადეს თავისი სიყვარული და ერთგულება. იოსებ არიმათიელმა გაბედულად თამამად მოითხოვა პილატესგან მაცხოვრის სხეული და დიდი პატივითა და ერთგულებით დამარხა სამარხში, რომელიც თავად მოამზადა. ნიკოდიმოსმა დიდი სასოებითა და სიყვარულით მრავალი ძვირფასი ნელსაცხებელის ცხო მაცხოვარს სხეულზე დამარხვის წინ. მენელსაცხებლე დედები უშიშრად იდგნენ მაცხოვრის ჯვარცმისას და დაუფარავად ტიროდნენ, გლოვობდნენ მას. ხოლო განთიადამდე მოშურნეობითა და გუმხრუალით მიისწრაფოდნენ მაცხოვრის საფლავზე ნელსაცხებლის საცხებლად და სატირლად. როგორი ქების ღირსია საყვარელო ძმებო მენელსაცხებლეთა მოქმედება. მათი ასეთი სიყვარული დიდად დააფასა უფალმა და აღდგომის შემდეგ პირველად სწორედ მათ გამოეცხათ, გიხაროდეთ, სწორედ მათ უთხრა პირველად. და იყიდა სუდარა და დადო იგი საფლავში, რომელიც გამოკვეთილი იყო კლდეში და მიაგორა ლოდი საფლავის კართან. ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი უყურებდნენ სად დადეს. და როდესაც გავიდა შაბათი, მარიამ მაგდალელმა და მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს ნელსაცხებელი, რათა მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. წმინდა ეკლესია აქებს და ადიდებს მათ მოქმედებას, რათა მადლობა გადაუხადოს ამ ხნე და კეთილ ქრისტეს მოყარე ადამიანებს, რომელნიც მაცხოვარს ემსახურდნენ ნებისა და სიკვდილის დროს. მათი მაგალითით გაღვიძებული იყოს ჩვენს გულებში ისეთივე ერთგულება, სიყვარული და სამსახური იესო ქრისტეს. მათი ხსენებით წმინდა ეკლესია ყველა ადამიანს ეუბნება. შეხედეთ ამ ხნე მენელსაცხებლეთ, მიბაძეთ მათ თავდადებას და თქვენც ემსახურეთ მაცხოვარს. თქვენც ეძებეთ უფლისთვის მსახურება. მაცხოვარი ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. ამიტომ თითქოს აღარ არის საჭირო ჩვენი შემწეობა სამსახური, მაგრამ უფალი იესო ქრისტე ახლაც ჩვენ შორის მოქმედებს ტაძარში ლიტურგიისას, საიდუმლო მსახურებისას. მაშასადამე ახლაც საჭირო არის მისთვის მსახურება, ერთგულება. საჭირო არის ღვთის სახლი, ტაძარი, რომელშიც ახლაც ასრულებს საიდუმლო სერობას, პურისა და ღვინის კურთხევას. მაშასადამე ახლაც მის ერთგულ და კეთილისმყოფელ ადამიანებს შეუძლიათ მსგავსად ნიკოდიმოსისა, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებლეთა ემსახურონ უფალს თავისი მონაგებით. მრავალი ქრისტეს მოყვარე ადამიანი დღესაც ემსახურება მაცხოვარს ისევე, როგორც მენელსაცხებლენი. უშენებს ტაძრებს, მიართმევს სახვევლებს, ანუ შესამოსელს, საკმეველს, სანთელს, სურნელოვან ზეთებს და ამ სახით ემსახურება უფალს. მაცხოვარი ახლაც იმავე სახით მიიღებს ასეთ სამსახურს, როგორც მენელსაცხებლეთაგან მიიღო. ახლაც ხედავს გულით გაღებულ შენაწირს, თუგინ ძალიან მცირეც, რომელსაც დიდი სულიერი სარგებლობა მოაქვს შემწირველისთვის.
მაგრამ საუბედუროდ ყველა ასე არ ფიქრობს ამ საკითხზე. ბევრი ასე არ ერთგულებს უფალს. რამდენი სოფელი და რაიონია ჩვენში მდიდარი და შეძლებული. გაივლიდან ახალ ფუფუნებით მოწყობილ რასასახლეებს. არაფერი რომ არ დაუნანებია მისთვის პატრონს, მაგრამ სოფელში მაცხოვარსა და დედაღვთისმშობელს არ აქვს შესაფერისი სახლი, ეკლესია. მართალია ბევრი ხელმოკლედ ცხოვრობს, მაგრამ ბევრი შეძლებულიცაა. სამწუხარო ისაა, რომ ვისაც ჩვენში ღმერთმა შეიძლება მისცა, ისინი გულგრილად უყურებენ ეკლესიის სიღარიბეს. მაშინ როცა სახარება გვასწავლის, ვისაც ღმერთმა მეტი მისცა, მისგან მეც მოითხოვს. ეს არის სამწუხარო ჩვენში, რომ ასეთი ადამიანები, რომელთაც ღვთისმსახურების, ეკლესიის აშენებისა და შემკობისთვის არ ემეტებათ მცირე შესაწირიც კი, ამავდროულად დიდ თანხას ხარჯავენ ამ მაუკმაყოფილებისათვის, რაც ზნეობისთვის არის მავნებელი, სულიერი და ხორციელი სიმართლისთვის დამღუპველია. რამდენჯერ ყოფილა, რომ მდიდარი ადამიანისთვის უთხოვიათ ეკლესიის მშენებლობისთვის თანხის შემწეობა, ის კი გაბრაზებულა, წყენია, რატომ დაადიანეს ხუცესებიო და არაფერი მიუცია. ან მცირე თანხაზე მოუწერია ხელი და იმავე ღამეს დიდი თანხა წაუგია თამაშში. შესაძლოა მთელი ქალაქის მდიდარი ადამიანები დაპატიჟან ადიმზე. საკმაო თანხა დაახარჯა მათთან ერთად დროს დარებაში. ღმერთო ვინ გაზომავს ამისთანა უგუნურებას? ქალბატონები როგორ გაიქცევიან? რამდენჯერ შესულან ეკლესიაში მდიდრულად ჩაცმულნი ოქრო მკერდითა ხავერდით მორთულები. მაშინ როცა მაცხოვრის სისხლი და ხორცი უბრალო რკინის ან კალის ბარძიმ ფეშხუმში ასვენია. ჩითის სახვეველი ახვევია. მის ტრაპეზ დახეული გადასაფარებელი აფარია. შენ საყვარელო ძმაო, ქრისტეს მოყვარე თუ ხარ, ნუ დაემსგავსები მათ, არამედ მენელსაცხებლეთა მსგავსად ემსახურე ქრისტეს. და შევიდნენ რასაფლავში, იხილეს ჭაბუკი, ჯდომარე მარჯვნივ, შემოსილი თეთრი სამოსლით და გაოცდნენ, ხოლო მან უთხრა მათ, ნუ გაოცდებით, იესოს ეძებთ ნაზარეველს, ჯვარცმულს. აღდგა არ არის აქ, აჰა ადგილი, სადაც დადეს იგი. და გამოვიდნენ და გაიქცნენ საფლავიდან, რადგან კანკალებდნენ და გაოგნებულნი იყვნენ და არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ. აჰა საყვარელ მოწმანო, რამხელა ბედნიერება ეუწყათ ღირსეულ და ღვთისმიერ ადამიანებს. პირველი სწორედ მათ ემცნოთ მაცხოვრის აღდგომა. პირველად მათ მიიღეს ეს ბედნიერება, თუმცა შიშიც ახლდა თან, რადგან სულის შემძრელი რამე ხილეს. სიხარულის გრძნობას მათში ნანახით შეზრწონება ფარავდა. ეს იგივე შიში იყო, რომელიც მათ საფლავად მისვლისას და უფლის ანგელოზის ხილვისას დაეცათ. ოღონდ ახლა ანგელოზის საკვირველ სიტყვათა შემდგომ ეს შიში შეზრწონებამდე გაზრდილი იყო, როგორც ემართებათ ხოლმე ადამიანებს უჩვეულო მოვლენების ხილვისას. მაგრამ ეს შიშიც მალე გაიფანტა, აღდგომილი მაცხოვრის ხილვით გამოწვეული ნათელი სიხარულისგან. წმინდა მათე მახარებელი გადმოგცემს და როდესაც მოდიოდნენ რომ ეუწყებინათ მისი მოწაფეებისთვის, აჰა იესო შეხვდა მათ და უთხრა, გიხაროდენ. გამოეცხადა და ელაპარაკა, რათა მათ მეტად ეცნოთ ხმით და პირველს ეუწყებინა სიხარული. აღფრთოვანებითა ყოველივე ქვეყნიურის დავიწყებით. წმინდა დედები დაემხნენ თავიანთ საყვარელი უფლის წინაშე. მოეხვინენ ფეხებზე და თაყვანისცეს მას. უდიდესი სიხარულით მიეკვრნენ მას, მასთან შეხებით მტკიცედ დარწმუნდნენ აღდგომის ჭეშმარიტებაში და თაყვანისცეს მას. რამხელა ბედნიერება, რამხელა შვება და სიხარული მიმადლა უფალმა ღვთისმოყვარე მენელსაცხებლებს. ჩვენც სიყვარულით ვემსახუროთ უფალს. ჩვენც ვიყოთ ბოლომდე უფალთან სიყვარულითა და მხნეობით, რათა ჩვენც ვისმინოთ მისგან მადლმოსილი საუკუნო სიხარულის მომგვრელი სიტყვა, გიხაროდეთ. ამინ.